ბათუმის ქუჩებში კი 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასასვლელი არხები. სტიქიამ დააზიანა 80-მდე ხემცენარე, რაზეც მერიის ინფორმაციით გამწონების სამსახურის შესაბამის რეაგირებას ახდენს. გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ბუნებრივი აირის მიწოდება კი უკვე სრულად აღდგენილია. ცენტრალური წყალსადენის დაზიანების გამო მოქალაქეთა ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. იყო რიგი შეზღუდვები და გამოწვევები ენერგო მიმართულებითაც ბუნებრივი აირი უშინდელი დღის მონაცემებით სრულად არის აღდგენილი 18000 აბონენტამდე არ მიეწოდებოდა წყალი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო და დღის გამარებით უკვე დილიდან აღდგენილია მაქსიმალურად წყლის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან უკვე ველოდებით ზღვაზე შტორმს და ამავდროულად სინოპტიკოსების ინფორმაციით გვექნება მცირე ტიპის ხარიშხალი, რაც ასევე შესაძლებელია იყოს კონკრეტული გამოწვევების საწინდარი და ბუნებრივია ყველა ტექნიკური საშუალება ისევე როგორც ჩვენი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა ქობულეთში, სადაც შიდა სასოფლო და ცენტრალური გზების სპეციალური ტექნიკით მუშავდება. 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გზა უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების მიწოდებას, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი 400 აბონენტს არ მიეწოდება. ცენტრალური მონაკვეთები გაწმენდილი არის და დარჩენილი ნაწილი იწმინდება და შესაბამისად ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო ჩიხებში, რომ გავწმინდოთ და ჩვენს მოსახლეობას არ კონდეს დისკომფორტი. უხმა, ნალექმა და თოვლმა სხვადასხვა მიმართულებით შექმნა შუქთან დაკავშირებით პრობლემები. დაახლოებით ამ ეტაპისათვის 3000 აბონენტს არ მიეწოდება შუქი და შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ დღის ბოლომდე მივაწოდოთ თითოეულ აღნიშნულ მოსახლეს შუქი. ასევე გვაქვს გაზთან დაკავშირებით შეფერხება, დაახლოებით 300 ოჯახამდე არის და მუშაობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ